იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი და უკრაინის უშიშროების სამსახურის ქართველ მებრძოლ ვანო ნადირაძესთან ერთად მიმოვიხილავთ გასულ კვირას საღამო მშვიდობის. ვანო, როგორ ახარ? კარგად, მადლობთ. საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გამოვიდა, სულ რომ ვთქვათ. იმ მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც არათუ ომის დაწყებიდან დღემდე ზოგადად გავთამამდები და ვიტყვი, რომ თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს. უკვე შეადარეს ეს მოსადის სპეცოპერაცია, სადღაც პეიჯერები აფეთქდა, თუმცა ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად სხვა მასშტაბია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. მოდი ცოტა მეტი მოგვიყევი ამაზე და შემდეგ უკვე მთელი თავისი კილომეტრაჟებით და ყველაფრით უფრო განვავრცელოთ. დავიწყებ იქიდან, რომ რა თქმა უნდა წარმატებული ოპერაცია იყო. იგივე გამეორებ შეისწავს გამეორებ შემორატი რომ სოფლიო ისტორიას არ ახსოვს. ესეთი მასშტაბური ოპერაცია. თან სად კიევიდან ძალიან შორს პეიჯერების საქმეს ესე ვიტყოდი ამ შემთხვევაში, მოდი ვთქვათ, რომ ზინავს, იმიტომ რომ დეტალურად ეხლა განვიხილავთ და გეტყვი რატომ ზინავს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, მართალია წელიწადი და 8 თვე იქნებოდა ეს ოპერაცია. იქ პატაშორის ტელევიზიებში გავიდა ინფორმაცია, რომ დრონები შევიტანეთ. დრონები არ შეტანილა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი მიმწოდებელი დრონების ნაწილების რუსეთისთვის. ჩვენ გვაქვს პრობლემა მაგალითად მეორე და მესამე ქვეყნის დახმარებით თუ შემოგვაქვს რაღაცა ნაწილები დრონების. ეხლა უკვე ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენ ძრავებსაც ვაწარმოებთ FPV დრონებისთვის და სხვადასხვა ნაწილებებით. ასე რომ შეტანა არაფერი საჭირო არ იყო იქ. თითოეული დრონის აწყობა მაგალითად მოყვანილი მაქვს მაგალითად აი განახეთ ის დრონები რომელიც გამოყენებული იყო. ეს არის თორედი ეწოდებული 12 დიუმიანი დრონი. მე მგონი ჩვენ YouTube არხზე მაყურებელი პირველად ხედავს, ხო? ამ დრონებს რომელიც იქ იყო გამოყენებული, ესე თვალსაჩინოება ჯერ არ ყოფილა არცად. თავად შენ პირდაპირ არ ხედავ, იმიტომ რომ ხარჯებთან ლაბორატორიაში ნაყოფი და იცი რასაც ვაკეთებთ. ესეთი დრონები, რომის აწყობას გეტყვი, მაგალითად 4-5 კაცი დაждდეს ხო, რა კარგი რადიოინჟინერი. დღეში 50 საათს თავისუფლად აწყობს 40-დან 50 საათს. პლუს ხელოვნური ინტელექტი, პლუს მექანიკური თვალი, მექანიკური მზერია, ესე ხედვა ესე დავარქვათ, გამოყენებული იყო და გამოყენებული იყო ეგრეთ წოდებული ასაწყობის სახლები, სკანდი ჰაუს ეძახიან, რომელიც ძალიან პოპულარულია სხვათა შორის უკრაინაში, რუსეთშიც, აგარაკებზე. განლაგებული იყო ოფისი, ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილი და ტერიტორიას ქალაქ ჩელიაბინსკი. ეს ბევრდან უკაცრავად FSB-ს რეგიონალური სამსახურიდან სადღაც 600 მეტრში, 600-700 მეტრში იყო განლაგებული. შემდეგ რა მოხდა? სანამ გადავალთ ერთ წამს შემდეგ რა მოხდა? აი შენ ხარ გვაჩვენე დრონი და ეგ დრონი თავისთავად არ ფეთქდება ალბათ, ხო? რაღაცა აი დეტალებს დავივლით და მივხვდებით. აი ხა რა შეეხება დრონს, რა თქმა უნდა თავისთავად არ ფეთქდება. წეგანას ვახსენე რომ ვირტუალური ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული უკაცრავად. ხელოვნური ინტელექტი რას ნიშნავს ახლა ყველამ კარგად ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ დრონს ჰქონდა თავისი სამიზნე, ვიზუალური გამოსახულება დაპროგრამებული, რა თქმა უნდა, და თავისი სამიზნე. ეს ძალიან დიდი პროცესია. ეს არ იყო მარტო მაგალითად სამუშაო პროცესი, მაგალითად იმ ადამიანის ვინც ეს დრონები ააწყო, იმ ადამიანების ვინც რა თქმა უნდა აგენტურულ ქსელზე მაქვს საუბარი, რომელიც დღესდღეობით მშვიდობიანად დაბრუნებულები არიან უკრაინაში და სხვა ადგილებშიც, ესე ვთქვათ. აქ მუშაობდნენ ძალიან სერიოზული პროგრამისტები, ელემენტარულად კავშირი 4000 კილომეტრზე, მანძილზე ახლა გადავალთ და ვიტყვი მაგასაც. და რა თქმა უნდა არ არის უკვე საიდუმლო, ყველას უკრის მაგალითად კიევიდან, უკრაინიდან, უბრალოდ როგორ უკავშირდებოდნენ იმ ტერიტორიაზე, იმ შიშორე ტერიტორიაზე და კი არ მართავდნენ, რასაც შეცდომა დაშვებული. დილეტანტები სხვათა შორის ძალიან გულწრფელია რომ ტელევიზიებში ამ ძალიან ისეთ პოზიციებში ისეთი ადამიანები იჩენენ ექსპერტის უნარებს, რომელსაც ეხება არ აქვს საერთოდ თემასთან. გამოყენებული იყო თვითონვე რუსული ერთ-ერთი ქსელი,
რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პროგრამისტები და ჩვენი ლაპარაკი, ხო? რა თქმა უნდა, ჰაკერების გამოყენებით, ძალიან საუკეთესო ჰაკერების გამოყენებით, მოხდა მე შემდგომ რა, როცა ეს უკვე შედგა ეს პროცესი, რომ დრონები, ისე საწყობის სახლები უკვე მზად იყო, გამზადებული როცა იყო, მაგალითად პირობით სახელებს ვიტყვი, მაგალითად იგივე ჩვენი ადამიანები ვიღაცა იურა ურაკავს სერიოზას. ირკუტსკში მჭირდება 4 სახლი. პირობითად ვაღო. დაიძრა ეს ავტომანქანას და მძღოლები ნამდვილად აბსოლუტურად არაფერი შუაში არ იყვნენ ამ საპროტო ავტომობილების და მაგალითად იმასთან ბელაესთან მიმართებაში ვიტყვი. ბელაესთან არა, უბრალოდ იმასთან ოლენიას აეროდრომთან მიმართებაში ვიტყვი. იქვე არის ბენზინგასამართის სადგური და ამ ძღოლს უთხრეს ბენზინგასამართ სადგურთან მივხვარ და დაგველოდები. თვითონ შევკვეთმა ასე ვთქვათ პირობითად. მივიდა ისაც გაჩერდა, ამ დროს დაიწყო მოძრაობა, გადაიხადა დისპაციურად სახურავი, როგორც ხდებოდა და კიდევ ვიმეორებ, აქ უკვე ხელოვნურ ინტელექტმა და მექანიკურმა თომას ძალიან დიდი როლი შეასრულა. ზუსტი თან პლუს ამას დავამატებდი, რომ ადვილი არ არის, მაგალითად 95 ms საფეთქება, მაგალითად შენ თაში გაარტყი, ხო რა ზიანი მიაყენა არაფერი, ხო ქუჩში დაარტყი. ის ადგილები ქონდა დაპროგრამებული, სადაც მაქსიმალურია საფეთქებას გამოიწვევდა და განადგურებას გამოიწვევდა. და უკვე აი ამ დროს იმუშავა უკვე ამ ხელოვნურმა ინტელექტმა და რა თქმა უნდა თვითონ ვიზუალიზაცია, რომელსაც უკრაინელის მხარეს სჭირდებოდა, ხო, როგორ მიდიოდა პროცესი, მაგალითად ამ ოპერაციის პროცესი, წეგანას ვახსენე, კავშირგაბმულობა იყო რა თქმა უნდა გამოყენებული და ისაც რაც იყო გამოყენებული. შენ თქვი რომ უკრაინიდან არ შეგიტანიათ ეს დრონები, ანუ გამოდის რომ რუსეთშივე არის, ხო? ეხლა გავცედა უკრაინიდან, ფოტოშოპის ამერიკელების ისამახი მოდიფიცირებული ამის ვიდეო რაღაც გაკეთებული, ხო? საერთოდ ცოტა ესე ვიტყვი, მაინც გარწყმაში არ არიან, საერთოდ ის რაც გააკეთეს, რაც შექმნეს. ანუ რუსეთშივე აწყოთ ეს დრონები? რა თქმა უნდა. არ არის პრობლემა ხორგირონებით და თვითონ ფას გეტყვით მას ფოტოშოპის შემონათი. ეს დრონია ის რომელიც განახით, ხო? ამის თვითღირებულება, ხო? თვითღირებულება არის მაგალითად 12 დიუმი არის 7 დიუმიანი, 10 დიუმიანი და 12 დიუმიანი. 12 დიუმიანის თვითღირებულება არის სადაც $450 წარმოუდგენელია. მოდი ახლა მეტი თვალსაჩინოებისთვის რუკა შევთავაზოთ მაყურებელს, ესე იგი ბელაიადან დიაგილოვამდე ერთ-ერთ აეროპორტამდე არის 5040 კილომეტრი, ბელაიადან ოლენიამდე 6667 კილომეტრი, ბელაიადან ივანოვამდე 5019 კილომეტრი. ანუ წარმოიდგინეთ 4 სხვადასხვა აეროდრომი სამხედრო რამხელა მანძილებით არის ერთმანეთისგან დაშორებული. და ამისი ლოჯისტიკა, მე ხა ასე ვთქვათ Google Maps-ზე საავტომობილო გზებით გადავზომე რა, როცა ავტომობილები იყვნენ ჩართულები, ვფიქრობ ლოგიკურიც იყო და ეს არის საავტომობილო მანძილები. ამ დისტანციებზე ასე სინქრონიზირებულად მუშაობა, ასე ერთდროულად დაწყება, ამისი ლოჯისტიკა, ამისი დაალაგება მართლა რაღაცნაირად წარმოუდგენელი არის რა. მართლა წარმოუდგენელია, მაგალითად წეგანას ვახსენე, სადმა გაჩერებული იყო, სადმა შეყოლებული იყო, რადოსმა ჩასული იყო, ფოტოშოპის არ დაგვაუწყდეს, რომ მარტო აეროდრომებზე არ გვაქვს შეტანილი შეტევა, პორტზე მივიტანეთ შეტევა, სადაც წყალქვეშა ატომური ნავები აქვს გალაგებული, იქაც საკმაოდ სერიოზული ზირანი მივაყენეთ, არ ამბობენ რუსები, მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ერთ-ერთი ატომური წყალქვეშა ნავი სარდინას შეუძლებელია ისეა დაზიანებული. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ესეთ მანძილზე ჩვენ არ გქონდა მაგალითად საშუალება, როგორც რუსებს ქონდა, რომ სტრატეგიული ავიაცია ხო იგივე 95 ms და ასე შემდეგ, რომ გამოგვეყენებინა და შორსმოლელი რაკეტები ქონოდა, ხო, მაგალითად X-101, 55 და ასე შემდეგ. მოდი ახლა ამას დავამატებდი იმას, რას ნიშნავს ზარალი. სხვადასხვა რო უსმენდი ტელევიზიაში, ძირითადად აკეთებენ ფინანსურ მხარეზე, რა ზარალი მიაყენა უკრაინამ, სადაც 7 მილიარდის ფარგლებში, ხო?
ეს არის წინა ტექნიკური ზარალი და დანარჩენი მე მგონი თავწერელი, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, უკრაინაში იწარმოებოდა ძრავები საერთოდ ამ თვითმფრინავების. კი, ეხლა დეტალებსაც გეტყვი, მაგალითად, ხო? პირველი მაგალითად 95 MS 50-იან წლებში არის შემუშავებული ეს პროექტი და გამოშვებული ეს თვითმფრინავი. მოდერნიზაცია გაუკეთა 80-იან წლებში 1990-დან 90 წლამდე და ბოლო მოდერნიზაცია გაუკეთა 1992 წელს. ამას დავამატებით. თვითონ თვითმფრინავის ძრავის მუშაობა აქვს თავისი დრო 33,000 და 35,000-მდე ფრენ. თითქმის და უკრაინის ომმა სხვათა შორის ინტენსიურად როცა დაიწყეს უკვე გამოყენება ამ თვითმფრინავებს, დააჩქარა ამ ძრავების, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის დასასრული. ასე ვიტყოდი. პლუს ამას 95-ებს და სხვათა შორის თუ-160-ს აქვს ტიტანის თავარი ძელი, ესე ვთქვათ, ტიტანის თავარი ძელი, რომლის შექმნაც ეს არის შეუძლებელი. ისევ რომ შექმნა და აღადგინა. ასე რომ ეს სტრატეგიული ავიაციის ის პროცენტი, რაც გაუნადგურდათ, ხო, ეს 35-ზე საუბრობენ, მაგრამ მე ვფიქრობ 50-მდეა. დაზიანებულების სულ 10% იყოს, ანუ ძალიან მაგარი იყოს. ადგენა ახალი შექმნა, მით უმეტეს სანქციების პირობებში, მით უმეტეს რომ უკრაინაზე დამოკიდებული არის, უკრაინულ ქარხნებზე არის დამოკიდებული მაგთუნების შექმნა, შეუძლებელია, ასე რომ უახლოეს 10 წლის განმავლობაში, მე ვიტყოდი, უახლოეს 10 წლის განმავლობაში თუ საერთოდ არ დაეშალა რუსეთი, უახლოეს 10 წლის განმავლობაში რუსეთი ვერ შეძლებს ის ბალანსი აღადგინოს სტრატეგიული ავიაციის, რაც მანამდე ჰქონდა. კიდე ამის გარდა დავამატებდი ჩემო რატი რომ უკრაინამ არ გააკეთა თავისი საქმე მარტო უკრაინისთვის. იგივე სულისმო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, საქართველოს გულისხმობ და სხვა რესპუბლიკებს. ცუდი მეზობელი ყავს. იგივე ევროპას გულისხმობ. ამ ავიაციას შეეძლო დარტყმები მიეყენებინა შორ მანძილებზე. და ეს წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, რუსეთის ვირტუალური ფარის ერთ-ერთ სერიოზულ კომპონენტს და ძირითად კომპონენტს. და მთელი მათი აღშფოთებასაც მაგან გამოიწვია, რომ ვირტუალური ბალანსი დაირღვა და შეიცვალა დასავლეთის სასარგებლოდ, რასაც მხოლოდ მივესალმები და რაც ძალიან კარგია. ამ ძალიან სერიოზული შეტევის გარდა გუშინ ღამეც იყო საკმაოდ მასირებული დრონების შეტევა, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მელიტოპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმიც. რა ტიპის შეტევა იყო ეს? სამიზნეები, როგორც გაცხადებული არის, იყო ელექტროობიექტები, როგორ ჩაიარა ამ შეტევამ? საკმაოდ წარმატებული ჩაიარა და მე ერთი ოპერაცია უნდა აღვნიშნო. ეს არის თავდასხმის დაზვერვის თავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაცია, გურის ოპერაციაზე მაგ. რამდენიმე დღის უკან მოხდა ამ პაუცინამდე. ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩაატარა გურმა. მელიტოპოლთან რკინიგზის ეშელონის აფეთქება საწვავით. ეს ძალიან სერიოზული ოპერაცია იყო, ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს და დღესაც ვერ აღადგინეს ის რკინიგზის ხაზი, რომელიც ძირითადი მიმწოდებელი არის ზაპოროჟიეს ფრონტისთვის და ხერსონის მარჯვენა სანაპიროსთვის არის მარცხენა სანაპიროსთვის ძირითადი მიმწოდებელი არის ლოჯისტიკის, ასე ვთქვათ. ასე რომ საერთაშორის ძალიან ჯანსაღი კონკურენცია არის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს და უსაფრთხოების სამსახურის შორის. და ჩვენ ხედავთ ჯანსაღ კონკურენციას, რა შედეგებიც მოაქვს, როცა ჯანსაღად ეჯიბრება ორი ძალიან ძლიერი სტრუქტურა ერთმანეთს, ვინ უფრო მაგარ სპეცოპერაციას ჩაატარებს. ეს ძალიან მაგარია. კაი, მოდი ელექტროენერგია ობიექტებზეც მოგვიყევი გუშინელი ღამის. ლუგანსკის დავტოვეთ ფაქტიურად სინათლის გარეშე დავტოვეთ, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორია სინათლის გარეშე დავტოვეთ, ასე ვთქვათ. საკმაოდ ქვესადგურები იყო განადგურებული, გამონაცემები იყო განადგურებული და დღესდღეობით მაგალითად ლუგანსკის მიმართულებაზე და იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ოკუპირებულ ტერიტორიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, უსინათლოდ არიან. კარგი, მოდი ახლა ასე ვთქვათ, არა უყვეთ აჟიტირებას და ამ ძალიან მაგარ ოპერაციების გამო არ გადავაფასოთ მოწინააღმდეგე, ხო? ისინი
იმუქრებიან. გუშინ ღამე შეტევა იყო, 112 შეჰიდი გამოუშვეს, საიდანაც 75 განადგურებულია. თუმცა სამწუხაროდ სუმში, ქალაქ სუმში ჩამოვარდა დრონი და მსხვერპლიც მოყვა. ნიკოლაევს კინჟალი ესროლეს და მოკლედ პასუხი იყო. თუმცა ეს არ ვფიქრობ, რომ ის ერთადერთი პასუხია, რაზეც კრემლში ფიქრობენ. ორეშკინითაც კი დაიმუქრნენ, თუმცა აქაც უნდა გადავხედოთ მათი მუქარების, ასე ვთქვათ, ტრაექტორიას. თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ აი ბირთვული არახს გამოვიყენებთ და მე მივხვდე, რომ ბირთვული არაღი კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შანტაჟისთვის იყენებ, იმიტომ რომ თუ გამოიყენებ, მე შენ წინააღმდეგაც გამოიყენებენ. მე გადავიდნენ, რომ აი ახლა მესამე მსოფლიო ომს დავიწყებთ და ეხლა უკვე ასე ვთქვათ, ცოტა რეგრეს გაინცდის მუქარებიც, ხო? მაგრამ მაინც მოდი ვთქვათ, აი ეს ორეშკინი რაზეც იმუქრებიან, რა არის ზოგადად და რა ამბოლოდინები გაქვთ უკრაინაში, და როგორ ემზადებით პასუხისთვის? რა თქმა უნდა, რუსეთი ეს ის ქვეყანა, რომელიც პასუხოთარ დატოვებს ამ ოპერაციას, იმიტომ რომ თავის აუდიტორიის წინაშე ელემენტარულად რაღაც იმიჯი რომ აიწიოს. მოდი ესე ვიტყოდი, ამ დროისაც უკრაინული მხარე ამ შუთისათვის მზად არის ამ თავდაცვისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოულოდნელებს ეფექტს დაელოდებიან რუსები. ესე ვიტყოდ. და ძირითადად გამოყენებული იქნება, მაგალითად გუშინ კინჟალი გამოიყენეს, იქნება გამოყენებული ტაქტიკური ავიაცია, ბარჟირებადი ბომბები, რომელიც მაგათ ხარკოსავის სხვა დნეპსი გამოიყენებენ და ბალისტიკური რაკეტები იქნება მასიურად, ეს არის K-93 კორეული და ისკანდერ K იქნება გამოყენებული მასიურად. პასუხი იქნება რა თქმა უნდა. იმედი დავიტოვოთ, რომ უკრაინის საერთაშორისო სისტემა ამ ყველაფერს მოიგერიებს. კი, რაც შეეხება ორეშკინზე, Z-26 რაკეტა, მოდი ეს იგივე რუბეჟია, ესე ვთქვათ. დრებში როცა იყო ნასროლი ჩემურატი, დნეპში იმიტომ ისროლეს, რომ იქ პეტრიოტები აეყენა, ისეთი მასშტაბური, როგორ მაგალითად კიევში აყენია. და როგორც თავის დროზე კინჟალის გამო შეიცვლეს პირი და კინჟალები ჩვენ კიევთან ჩამოვყარეთ, ისე არ უნდა კიევზე დარწმა. იგივე იარისის მეორე საკონტინენტო შორისო რაკეტისაც, რომელიც რამდენიმე ხანია ძალიან უნდათ, მაგრამ ხან ძველი არის, უკვე დაძვლა და გამიგე რა შეასაქმე და ხან შახტებში უფეთქდება და ხან რაღაცა თავი შეძვრება ალბათ ისე ვთქვა და რაღაცა სადეს გადავა. ვერ ახერხებენ ასე ვთქვა. ძალიან კარგი, რაც ნაკლებს მოახერხებენ უკეთესი და აქვე ხა ვისაუბროთ სუმის სახმელეთო ოპერაციაზე, პრაქტიკულად მეორე კვირა დაიწყო ხო, რაც ესე აქტიურად დაიწყეს სუმში შემოჟონვა, წინა კვირაში ვისაუბრეთ 4 სოფელზე, სადაც იყვნენ, ხომ არ გამაგრდნენ იქ რამე ესეთი ხوار შეცვლილა უშუალოდ ხმელეთზე, ფრონტის ხაზზე და ასევე მოდი ვილაპარაკოთ, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს თვითონ ადმინისტრაციული ოლქის ქალაქ სუმის აღება, მით უმეტეს შევნახეთ ეხლა ხო სუმზე რაღაცა დრონებმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაატარა და დრონები ჩავარდა თვითონ ქალაქ სუმში. რამდენად საფრთხის ქვეშ არის ქალაქი სუმი? მოდი დავიწყებ იქიდან, რომ კი რუსებმა აიღეს რამდენიმე სოფელი, შემოსულები არიან, მაგრამ თავარი პლაცდარმი სუმამდე არის იანუკოვკა, ესეთი სოფელია, ეს უკვე სიმაღლე არის. და ჩვენ ვცდილობთ ამ სოფელში არ შევუშვათ ამ დასახლებულ პუნქტში, რომ სიმაღლე არ ქონეთ რუსებს უკვე არა მარტო მაგალითად რეაქტიული артиლერიით შეუძლიათ თავდასხმა მიიტანონ. მათ შეიძლება FPV დრონებს იგივე კამიკაძე დრონების გამოყენება მასიურად და რა თქმა უნდა артиლერიად ჩვეულებრივად მიწდება. დღეს დილით უკვე მაგალითად მოხდა, მაგალითად SSO-მ რეაქტიული ზაფხული საარტილერიო სისტემით მიიტანეს შეტევა საათ ნახე 2 საათის უკან. ალიან დაღუპულების სამწუხაროდ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ტორნადო C სმერჩი, რომლის მანძილიც არის 40-დან ვერ მოდელს 40 კილომეტრი აქვს, ახალ 120 კილომეტრი, უკვე გამოიყენეს და მშვიდობიან მოსახლეობაზე გამოიყენეს. არა სამხედრო ობიექტზე, არა გამოიყენეს ქალაქის ცენტრზე სამწუხაროდ მშვიდობიან მოსახლეობას. რაც შეეხება ქალაქ სუმის აღებას. ამ წუთსაც რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, 40,000 კაცამდე არის მობილიზირებული, 40,000 კაცამდე ამ ოპერაციისთვის, ღონისძიებისთვის, შეტევისთვის რუსებს. ქალაქ სუმი არის, სადაც 250,000 ადამიანი დასახლებული და საკმაოდ დიდი ქალაქი, იგივე ბახმუტზე, იგივე პაკროვზე, რომელიც დღესაც ვერ აუღიათ. 40,000 მოიერიშე ვერ აიგებს ქალაქ სუმს, ეს არის ძალიან თეორიულ შანსიც არ აქვს.
ელემენტარულად ესეთი მასშტაბის ქალაქი უნდა დაიყოს სექტორებად, სექტორული ბრძოლები გაწმენდა როცა დაიწყოს, სადაც 120 სექტორი გამოდის, გათვლებით, ჩვენ რაც გათვლილი. თითოეული სექტორი და ხდება როგორმე, ერთი სექტორი გაეცემა, მეორე სექტორში გადავიდნენ, ამისთვის შეიძლება 40,000 მოიერეში. ამ 40,000 მოიერეში უკან 40,000 კიდევ ზურგში უნდა იყოს, ეს არის ლოჯისტიკა, თვითონ მოიერეშზე ერთი მებრძოლი კიდევ უკან უნდა იყოს. ეს არის артиლერია, ეს არის დრონის ოპერატორები, ძალიან დიდი ლოჯისტიკა. ასე რომ ეს დაჯგუფება არ არის საკმარისი. მინიმუმ 80,000 კაციანი დაჯგუფება უნდა იყოს, რომ ქალაქ სუმზე შეტევა მიიტანოს და აიღოს. მაგრამ ესაც არ იმის პასუხს რომ ამას შეძლება, ასე ვთქვათ. ასე რომ არარეალისტური არის. ეს სუმზე შეტევა, მე ვფიქრობ ეს იერიში რაც მიმდინარეობს სუმის ოლქში უფრო ფსიქოლოგიური შეტევა არის. უკრაინის დასაჩოქებლად, ასე ვთქვათ, რაც ვერ იმუშავებს ესეთ ვარიანტში. ასე რომ დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ რუსეთს სუმში ცოტა ხანში უკან დავახერხებთ. აბა დამავიწყდა კიდე артиლერია. სუმცირე 300 ერთეული საარტილერიო დანადგარი სჭირდებათ. იგივე 120 მმ-იანი ნაღმები, იგივე გაუგისები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან და სადაც 300 ერთეული მინიმუმი ტექნიკა, ანუ ტანკზე მაქვს საუბარი, საერთოდ 1000 ერთეული შეიძლება ეს ხორციელებას. 300 ერთეული მინიმუმი შეიძლება, რაც რუსეთს სამწუთისათვის ვერ შეძლებს მაგის მობილიზებას. ამიტომ რომ ქალაქის სუმის აღებაზე მე საერთოდ არც მინდა საუბარი. ძალიან კაი. მოდი ახლა ორი სტუდიის მიმოვიხილოთ ასე ვთქვათ, თეატრალური წარმოდგენა სტამბოლში, სადაც უკრაინაც და რუსეთის პრაქტიკულად ამ რაღაცა თეატრალური წარმოდგენის მონაწილეები არიან, იმისთვის რომ ტრამპს დაუმტკიცო, რომ კი ჩვენ გვინდა მშვიდობა. ანუ უკრაინის პოზიცია გასაგებია, მათ აუცილებელია უკრაინისთვის ამერიკასთან ურთიერთობების შენარჩუნება, იგივე სადაზვერვო ინფორმაცია იქნება თუ იარაღი და რუსეთი პუტინი კიდე ცდილობს, რომ რაღაცნაირად ტრამპს ისევ გაუგზავნოს, გაუჭიანუროს ეს ლაპარაკი და როგორღაც ტრამპი თვითონ ომის დამნაშავე გახადოს და ამ ომის დანაშაულის მონაწილე გახადოს, ამიტომ ეს რაღაცნაირი თეატრალური წარმოდგენა გრძელდება. გახდა ცნობილი რა წარადგინეს გუშინ რუსებმა, ეს არის ჯარების გაყვანა, უკრაინული ჯარების გაყვანა, ეხლა რაც აქვს ოკუპირებული იმ ტერიტორიების იმ ნაწილებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ, ანუ მათ უნდათ რომ მიწები, მთელი ოლქი მიიღონ ისე რომ ან ომით ვერ მიიღეს და ეხლა მოდი ისე გადმომეცი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, ეს კიდე ახალი ბუფერული ზონების შექმნისთვის იქნება უკრაინისთვის და ეს წარმოუდგენელი დათმობა, მე ასე მგონია და არ დათმობს არასდროს ამას უკრაინა. ასევე მათ მემორანდუმში ეწერა ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარება, რაც ასევე აბსურდულად ჟღერს, ნეიტრალიტეტი უკრაინის და ნეიტრალიტეტის მერე არჩევნების ჩატარება და ახალ ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმება მშვიდობაზე. ანუ პრაქტიკულად რაღაცა აგრძელებენ ამ თავიანთ აბსურდის თეატრში ყოფნას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს მოუნდება კიდევ ტრამპს, რომ თავი მოითხოვოს და რაღაცნაირად ეს ვითომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააგრძელოს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კვირა იმითაც გამოირჩა, რომ თვითონ ტრამპიც, ასე ვთქვათ, რიტორიკაში ძალიან, ასე ვთქვათ, გახისტდა და არაერთხელ გაიმეორე, რომ იმედგაცრუებულია პუტინით, რომ რაღაცა დაემართა, რომ ხოცავს უდანაშაულო ხალხს. გარდა ამისა, გახდა ცნობილი, კიევში იყო ჩამოსული სენატორები და თქვეს, რომ ამ კვირაში უკვე შესაძლოა დამატებით სანქციებზეც ალაპარაკდნენ. გახდა ცნობილი, რომ სენატი მზად არის კენჭი უყაროს ამ სანქციებს. მოკლედ ამ დიპლომატიის კუთხითაც რაღაცნაირი ძვრები არის. მართალია და სამწუხაროდ ამ დრომდე ჯერ კიდევ რიტორიკის დონეზე, ანუ კენჭის ხრა ჯერ არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტად დაიძრა ეს გააქტიურდა ეს დიპლომატიური ნაწილიც, ასე რომ იმედი დავიტოვოთ, რომ დიპლომატიაც და მშვიდობა ძალის გამოყენებით ამოქმედდება ძალიან მალე. დღეისთვის პრინციპში მე მგონი სულ ეს იყო, ანუ შენ თუ არ გინდა რამის დამატება, აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი გვიყურებთ აქამდე, გამოვიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. კი. უკვე არის ნაბიჯი გადადგმული დასავლეთის ამერიკისგან, უკრაინა ორი დღის უკან ჩართეს ლინკ 16 პროგრამაში. ეს აუცილებლად აღსანიშნავია, ეს არის ეგრეთ წოდებული ნატოს Wi-Fi, რომლის მეშვეობითაც უკვე რა თქმა უნდა იმუშავებს უკვე ჩვენ გვექნება ინფრაწვდომა შვედური დაზვერვის ლოკაციურ თვითმფრინავებთან
რომელიც ერთობლიობაში F-16-თან, მირაჟ-2000-თან და პეტრიოტებთან მწვრთნელებზე ძალიან წარმატებულ ღონისძიებებს ჩაატარებს და სამიზნეებს სუსტად აერჩევს. ძალიან კარგი, დიდება და წარმატება უკრაინას. მადლობა რომ გიყურებდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენ დაგვეხმარება რომ უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ. ნახვამდის, მადლობა ვანო, ნახვამდის. ნახვამდის.